ივანიშვილი და ივანიშვილის მთავრობა, მისი პროკურატურა და მისი სასამართლო, მისი მთელი ვერტიკალი აგრძელებს რეპრესიულ პოლიტიკას, არ ასრულებს ამ რეპრესიულ პოლიტიკას. კეთი ხუთშვილის განცხადებიდანაც გაიგეთ, ისედაც იცოდით და მეც ვიტყვი, რომ დღეს სასამართლომ და ეს სასაკვირველი ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია, დღეს სასამართლოს კლანმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ეს ამბავი გვამცნო თავად საქართველოს პროკურატურამ კიდევ ერთხელ განმარტოთ რა ბრალდებას უხდებს ბიზნეს ჯიბის პროკურატურა მესამე სექტორს. საქმე ეხება საბოტაჟის დამამზიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციებისა თვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციებისათვის მტრულ მიაქციეთ ყურადღება ამ სიტყვას ძალიან მნიშვნელოვანია მტრულ საქმიანობაში დახმარებას. ანუ ისინი მტრები არიან და ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ამ მტრობაში ეხმარებიან და ეს სასაკვირველი ტყუილია, მაგრამ ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვიტყვი. ეს არის პრაქტიკულად არის სამშობლოს ღალატში დადანაშაულება ამ ორგანიზაციებისა და კონკრეტული პირებისა. დიახ, პროკურატურა დამოუკიდებელი საქართველოს პროკურატურა ფორმალურად თორე რუსეთის ფილიალი ამბობს, რომ ჩატარებული გამოძიები თითქოს დადგინდა, რომ 2024 წლის პერიოდში საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარე საპროტესტო აქციები იყო ძალადობრივი, კვლავ ვიტყვი ეს არის ტყუილი და გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს. მე იმასაც დასცენს, რომ საპროტესტო აქციები ეტაპობრივად გადაიზარდა საპოლიციო ძალებთან დაპირისპირებაში ბანდიტებთან, რეალურად პაგონებიან ფორმიან ბანდიტებთან, რომლებიც დამოუკიდებელ საქართველოს რომ უნდა ხავდეს სამართალდამცავი, ისე არ იქცევიან და იქცევიან როგორც ქუჩის ბიჭები, უმრავლეს შემთხვევაში კი არა პრაქტიკულად ყოველთვის. და ვინც კი კარგია ამ პოლიციაში, ხო, მათაც ულახავს მილიცია, აი დღევანდელი ივანიშვილის მილიცია რეპუტაციას სახელს და მათ მუნდირსაც კი არ წხვეთს და რომ ამ ყველაფერში კი არის დამნაშავე არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ივანიშვილის ჯიბის პროკურატურა და სახელმწიფო ბანდის აფთვისებიანი წანაზარდი იმასაც დასცენს, რომ მათი ფინანსები, ანუ არასამთავრობოებისა გამოყენებულ იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის სპეციალური აირწინაღები. ეს ორგანიზაციები თუ მაინც და მაინც შეიძენდნენ ხოლმე აირწინაღებს მხოლოდ იმიტომ, რომ მომწამლავი გაზი რო გაუშვა, მილიცია გედედე მიმისაგან დაეცვათ თავისუფლების მოყვარე მებრძოლი მოქალაქეები. დამცავი სათვალეები მე თავად რამდენიმეჯერ ესე მომხვდა ეს ციცაკის სპრეი თუ რაც ქვია და ამ მეწვა თვალები და ამ დამცვალი სათვალე რო არ მქონოდა უარესად მდგომარეობაში აღმოჩნდებოდი. პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, რომელიც ბოლო პერიოდში აკრძალა, თუმცა მანამდე იცით თქვენ რომ ყველა გამოვიყენებდით მათ შორის კოვიდის დროს. ციცაკის სპრეი რაც თავდაცვის საშუალება იმათგან, იმ მილიციელებისაგან, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მე ასკვლის ეს პროკურატურა აღნიშნული ორგანიზაციების ბჭყალებში, აღნიშნული ორგანიზაციების ხელმძღვანელები ღიად მოუწოდებდნენ საზოგადოებას და უმორჩილებლობისაკენ და წინააღმდეგობისაკენაც ტყუილია. ამავდროულად მათი ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა სრულიად იყო მიმართული ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირების და მათი ოჯახის წევრებისათვის ფინანსური ფარველობის უზრუნველსაყოფად. რა პრობლემაა? ადამიანები ეხმარებოდნენ, ორგანიზაციები ეხმარებოდნენ, ისევე როგორც ბევრი ეხმარება ბევრს, ხო? ეხმარებოდნენ მოქალაქეებს, ორგანიზაციები მოქალაქეებს, მათ შორის იმ ჯარიმებსაც უხდიდნენ ხშირ შემთხვევაში, რა ჯარიმებსაც აკისრებდა ეს ქართული ოცნების ბანდა საკუთარი უსამართლო გადაწყვეტილებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სამართალდამღვრევი პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდაო, დაცვის ხარჯების უზრუნველყოფაო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სხვა სახის პირადი თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტაო და ასე შემდეგ. სრულ ბოდვას აღარც ჩაგიკითხავთ პროკურატურის მიერ გავრცელებულს, ხოლო მათი დასკვნა კი ესაა, ისევ ბჭყალებში ხსენებული ქმედებების მიზანი ერთი მხრივ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩართული პირების წახალისება და მეორე მხრივ ამ ქმედებაში ჩართული პირების მფარველობა იყო. ამას ასკვრის პროკურატურა საბოლოოდ კოორდინირებულ მოქმედებას უნდა გამოეწვია სამართალდამცავი უწყებების დასუსტება და მათი ნორმალური ფუნქციონირების მოშლა. ვინაიდან მითითებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა გასცდა მათივე წესდებით განსაზღვრულ მიზნებს და მიღებული ფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი მოიხმარეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებების და პაპუაშვილმა დაწერა დაფინანსებას სასამართლო განჩინების საფუძველზე. რატო ვამბობ, რომ პაპუაშვილმა დაწერა? მე თქვი ვკითხულობ, რიტორიკული კითხვაა საბოლოო ჯამში.
იმიტომ რომ პრაქტიკულად ერთ-ერთი იმეორებს იმას, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე წოდებული ამბობს ხოლმე ხშირად. 27 აგვისტოს ხადაღა დაედო აღნიშნული ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებს, რითაც შეიზღუდა ფულადის სახსნების შემდგომი არამიზნობრივი ამათეული გაგებით განკარგვა. დიახ, ეს წერია, სწორედ ეს წერია განცხადებაში. და ახლა ჩემი მოსაზრება კი არა, დასკვნა, ეს ყველაფერი ასაკვირველი არის ყույლი, რადგან თავარი ამ ამბავში ის კი არაა, რას ამბობს ეს სამართალდამცავად წოდებული რეპრესიული სტრუქტურა, წანაზარდი, სიმსივნე წარაზარდი ამ ხელისუფლების, არამედ ის, რატომ ამბობს ამას, რატომ იგონებს, ხო და რატომ იგონებს და იმიტომ რომ ხსენებული და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები გაანადგუროს, ხოლო მათი ლიდერები კი ციხეში გამოამწყვდიოს და განამტკიცოს დიქტატურა, რომელსაც ამყარებს და ვერ დაამყარებს მეთქი ვიტყვი, მაგრამ ხო, ბოდიში თქვენთან და საბოლოოდ ჩემ ფეხებს დაამყარებს უკაცრავად ამ სიტყვისთვის.